გამარჯობა. ეს არის Lolex Solicitor და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ freezing order-ებზე, ინგლისში. როდის შეიძლება აქტივების გაყიდვა? გინახავთ ოდესმე freezing order-ი? ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია ინგლისური სასამართლო პროცესების დროს. ის ხელს უშლის მხარეს, რომელმაც გაასაჩივრა ან გადაადგილდეს დამალოს აქტივების ანუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. თუმცა სასამართლო მას ადვილად არ გასცემს. სწორედ რომ წარმატების მისაღებად საჭიროა. საქმე მტკიცებულებებით და კარგად იყოს საფუძვლიანად დამტკიცებული, არსებობდეს რეალური რისკი იმისა, რომ აქტივები დაკარგულ ან ფარულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეს პროცედურა სამართლიანი და საჭირო უნდა იყოს. Freezing order-ის დარღვევა შეიძლება მიიყვანოს სასამართლო გაჩინებამდე და ზოგჯერ ციხის სასჯელამდეც კი. ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ რისკიც მაღალია. თუ ორდერი არასწორად გაიცემა, მოთხოვნის მხარემ შეიძლება დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადოს. ფიქრობთ აქტივების გაყინვაზე ან გეშინიათ, რომ თქვენ შეიძლება მიიღოთ ასეთი ორდერი? მიმართეთ სასწრაფო სამართლებრივ კონსულტაციას. თქვენთვის დრო მნიშვნელოვანია. ამიტომ გელოდებით Lolex Solicitor-ში, სადაც ჩვენი გამოცდილი იურისტები გაგიწევენ თქვენთვის შესაბამის კონსულტაციას.